როგორც ჩანს თქვენ არის გეოგრაფია და ეხა აგესნით. ეს არის ფიზიკის კანონი. რომელი ფიზიკა? დამი კონკრეტებს. მე-7 კლასის, მე-5-ეს. როგორ არა, კი, ვარდნა, აჩქარება. დააგისვამ შეკითხვას გაეცით კონკრეტული პასუხი. თბილისიდან მიდიხართ და აკავეთ მეორე ქალაქში, ხო ესეა? თქვენ რუსთავში უახლოეს პოლიციის განყოფილებაში ბატონი ალიევი ხო არ მიგიყვანიათ? ოქმის დადასტურების მიზნით. ბატონ გუჯა, როგორც ჩანს თქვენ არის გეოგრაფია და ეხა აგესნით. გეოგრაფია რატო არ ვიცი რომ მითხრათ? თავი ერთმანეთთან იმიტომ რომ რა. რუსთავის და კონკრეტულად გაგარინის ქუჩიდან რუსთავის სამმართველომდე მანძილი. არა, სხვა რამეს გეკითხებთ ეცა, მანძილების გაზომვას არ გეკითხებთ. მე შეიძლება პროცესი არ ვიცოდე, მაგრამ სადაც ბატონო დავით, თქვენს გაჩერდა ბატონო ეგუჯა, მე თქვენ ცოდნას არ ვამოწმებ, აქ ვინ გეოგრაფია იცი და ვინ ისტორია რა, საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი ეს. დააგისვამ შეკითხვას გაეცით კონკრეტული პასუხი. ზოგადად ხალხო ქვა, ძიმე, სუბუქი, ქაღალდის, რკინის, ნივთის სროლის ბატონო არა, ჩემი შეფასება არ არის ხა ნახეთ, აი ეს არის ფიზიკის კანონი. ფიზიკის კანონია, ნახეთ. ერთი წამი, ანუ რომელი ფიზიკის კანონი? ერთი წამი. ბატონო მოსამართლე, რატო არ რეაგირებთ? ანუ რატო ვაწყვეტ? არ არის ჩემი შეფასება ქალბატონებმა, ეს არის ფიზიკის კანონი. რომელი ფიზიკა? დამი კონკრეტებს, ბატონო მოსამართლე. მე-7 კლასის, მე-5-ეს. როგორ არა, კი, ვარდნა, აჩქარება, ეს ფიზიკაა ბატონო დავით, დაასრულეთ. არ მასრულებინებენ, ამაცემინეთ პასუხი ხალხო თუ შეიძლება. ბატონო ბექა, თავიდან რომ ხო და ამაზეა საუბარი ხარ. აიცი რომ ეს მძიმე პარი საგანი იყო და დავით, ერთი წუთი. განკითხებულების საფუძველზე გვესაუბრება რომ არის სხვა, როდესაც ნახეთ, კითხულობ ეხლა. არის საგანი მიწერია მათ, ხო? ნახეთ, უჭირავს გაურკვეველი საგანი, ვიქაც კი არ ჩაუწერია ქვა და ეხლა დღეს სტომაზე მეუბნება ქვა არის. პირობითად თქვი ეხლა ქვა, მაგრამ მან წერია. ეხლა პირობითად. არა, ნახეთ